მშვიდობა გქონდეთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა გაგამრავლოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და განათლდეს. არაფერია დაკარგული, არც მიწებია დაკარგული სუახლახან რო ჩამოგვაჭრეს, არც ძველი ქართული მამულებია დაკარგული ქართული რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ რო დარჩნენ. მეტადრე არ არის დაკარგული ფასეულობანი, ტრადიციები, რწმენა ჭეშმარიტი ღმერთისა და მოსაძიებელია და გამოსაჩხრეკია აუცილებლად პრეისტორია, რომელშიც საოცრება დევს, რომელიც კიდევ უფრო წარმოაჩენს და გაზრდის ჩვენს ქვეყანას. მე დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე მესაუბრა, რაზედაც ახლა უნდა ჩამოვაგდო საუბარი. დიდი ხანია ვფიქრობდი ამ თემაზე. მე ძალიან დიდი ხანია, მანამდე სანამ ჩემს მეგობარ ელიზბარ ბზარაშვილს გავიცანობდი, სულ ფიქრობდი ამაზე, რომ საიდან გაჩნდა ქართულ ენაში ეს საოცარი სიტყვები, საოცარი არსი, საოცარი შინაარსი და რაც გამოარჩევს ქართულ ენას ყველა მსოფლიო ენისაგან. საიდან გაჩნდა და საიდან არის დაფუძნებული. ნახეთ, როგორც კაცობრიობის შექმნის ორი ვერსია არსებობს და ერთი არის ბიბლიური ისტორია, ასე ვთქვათ, და მეორე არის ეგრეთ წოდებული ევოლუციის თეორია. მოგეხსენებათ რამხელა სხვაობა ამაში გნებავთ ვადის მხრივ და გნებავთ შინაარსით და ასე შემდეგ და ზუსტად ასევე ენაში არის ესეთი წარმოდგენა, ჩემო მეგობრებო, რომ აი ეს ევოლუციონისტები ამბობდნენ, რომ ეს პირუტყვები შეიძლება ითქვას პირუტყვები, მათ შორის ზეზვა და მზია, რომლებიც გაადამიანეს ბჭყალებში, თითქოს და აი შორისდებულებით ხო ყვიროდნენ, რა წამოძახილებით, ეხლა არც მინდა იმისი მიმსგავსება და გამეორება, რომ ერთი მაგალითად მეორეს რაღაცნაირად ყმუილით თუ ღმუილით თუ ზმუილით თუ ასე შემდეგ რაღაცას რო ეძახო და 10,000 წლების განმავლობაში და 100,000 წლის განმავლობაში ეს ჩამოყალიბდა და ეს შეიქმნაო ენაო, წარმოგიდგენიათ? ეს შეიქმნა ენაო, ეს არის მაგათი ვერსია, რომ აი ეს არის შექმნილი არა მარტო ქართული ენა, არამედ ყველა ენა, ხო წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ აი ამ ძვლებს თუ ნამცეცებს თუ კბილებს პოულობენ ხან აფრიკაში მოგეხსენებათ, ხან აი აქაც იპოვეს ქვემო ქართლში და ასე შემდეგ, სადაღარ პოულობენ ნებისმიერ კონტინენტზე და იმას ფიქრობენ, რომ ეს ყველგან თანაბრად მილიონობით წლის წინ გაჩნდა ადამიანი და მათთან ერთად ჩნდებოდა ეს ენა. და ესე მოვიდა იმ ენებამდე, რომელიც დღეს არის მოგეხსენებათ დაახლოებით 5,000-6,000 ენაა დღეს და შესაბამისად რამდენადმე არსებობს ესეთი ტოლობა, ერთი ენა, ერთი ერი. ამდენივე ერია და მე ახლა მინდა რომ ჩქარა გადავიდე ჩემს სტუმართან და ჩქარა ვისაუბროთ ამ თემაზე, მალე უпростоრედ დავიწყოთ საუბარი, მაგრამ გეტყვით რომ საოცარი წყალობა აქვს ქართველ ერს, საოცარი წყალობა აქვს ქართველ ერს ღმერთისგან და წინაპრებისგანაც, ანუ ღმერთისგანაც და მეფისგანაც, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი, ძალიან ბევრჯერ გქონდა სახელმწიფოებრიობა. ძალიან ბევრჯერ და ეს სახელმწიფოებრიობის არსებობა აქ დოკუმენტურად, ისტორიულად შეიძლება ითქვას ჩანს ასურულ წყაროებში 30, 31, 32 საუკუნის წინ, 27 საუკუნის წინ, მერე ჩანს მითოლოგიაში მოგეხსენებათ 33 საუკუნის წინ და არქეოლოგიური გათხრებისაც ჩანს, რომ იერარქია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მერე უკვე მოგეხსენებათ, რაც ქართლის ცხოვრება გვიყვება, ჩვენ სახელმწიფოებრიობა გვქონდა ფაქტობრივად 1801 წლამდე, 1810 წლამდე. და მერე მოგეხსენებათ დაიკარგა ქართული სახელმწიფო ტახტი. წარმოგიდგენიათ რამხელა საოცრებაა და რამხელა ფასეულობა, ძალიან ბევრი ერი, ძალიან ბევრი კი არა, ძალიან ცოტა ერი დაიკვეხნის ამას და ძალიან ბევრსაც გაუჭირდება რა. ვინძლო პირველები ვართ. აი აბა მოდით დავფიქრდეთ რა. ის რომ ბაგრატიონები ყველაზე ხანგრძლივი დინასტია სამეფო ტახტზე რო ისხდნენ, ეს უკვე დადასტურებულია, ამას წყალი არ გაუვადა. მერე დავკარგეთ მოგეხსენებათ სახელმწიფოებრიობა და ღვთისწყალობით და ქართველი გმირების წყალობით ისევ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა აგენ 35 წლის წინ და
დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. მართალია იგი რაღაც დონეზე ნაკლოვანია, აი დაკარგული გვაქვს დროებით, ანუ ოკუპირებულია ჩვენი მიწები, ასე შემდეგ რაღაც შესაბამისად სხვადასხვა მეზობლები 1, 2, 3, მე-10 შეიძლება ითქვას ცდილობენ ჩვენი სუვერენიტეტის დამცრობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს დედა უნივერსიტეტი, ძალიან დიდი ფასეულობა, ჩვენ გვაქვს ჰიმნი სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს დროშა, ჩვენ გვაქვს უამრავი სახელმწიფო ფასეულობა და რეგალია და მადლობა ღმერთს ამისათვის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერია დაკარგული და ყველა საშუალება არსებობს, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, მეტად რომ მშობლებმა და პაპებმა და მაქსიმალურად მოსთხოვონ, შეუძახონ შვილიშვილებს, რომ დაოჯახდნენ, გამრავლდნენ. ამის მეტი ჩვენ არაფერი არ გვჭირდება. ეს არის პრობლემა ნომერი 1, სადარდებელი და გადასაჭრელი შესაბამისად პრობლემა. მოგესალმებათ ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი ელიზბარ ბზარაშვილი, საჩინო გრაკლიანი, საოცარი ადამიანი. მე 10-ჯერაც ავთქვი და მე-11-ეთაც ვიტყვი და სულ ვიტყვი, რომ მე უკვე წამს მჯერა და ვხედავ და ამიხსნა ამ ადამიანმა და ამ ადამიანმა წაიკითხა გრაკლიანი. ეს საოცარი აღმოჩენა, კაცობრიობის სიამაყე. რო აი აქ ქართლის გულში ჩვენი წინაპრები წერდნენ 30 საუკუნის წინ. წერდნენ ესე დახვეწილად, ესე ლამაზად, ესე გამოყვანილად, რომელსაც აუცილებლად კიდე მინიმუმ რამდენიმე საუკუნოვანი წინაპირობა, წანამძღვრები უნდა ჰქონოდა რა. გაგახაროს ღმერთმა, ჩემო ძმაო და ჩემო მეგობარო, ეხლა რა მინდა გითხრა რა. შემოგევლოს ჩემი თავი. მე აი ადრე დაახლოებით 10-15 წლის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი, რომ რამ გააჩინა ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვები, როგორიც არის მაგალითად ცხოვრება. აი საიდან გაჩნდა, როგორიც არის ელემენტარულად პური, წყალი, ღვინო, რომელიც აი ქართველ ადამიანთან ერთად დაიბადა მაგალითისათვის და ესეთი სახელები, ტოპონიმები და ასე შემდეგ. მე ახლა უკვე წარმოდგენა მაქვს, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანას რატო ქვია ქართა, მოგახსენეთ წინა გადაცემებში, ქართა აუცილებლად იქნებოდა სინონიმი სიტყვისა სული. ღვთისსულები ვართ ჩვენა, ღვთისშვილები ვართ ჩვენა და აი ნოეს ოჯახი იყო ღვთისსული და სეითი იყო ღვთისშვილი და ასე შემდეგ და მათი შთაომავლები ვინც ვართ, მათ ყველას ეწოდებოდა ესეთი სახელი, სულნი, ქარნი. სული და ქარი მოგეხსენებათ სინონიმებია. და მე მინდა გთხოვოთ, რომ აი ამ ადამიანს ჩაეკითხეთ, შეეკითხეთ, შეხვდით, რათა სხვადასხვა განსაზღვრების, სხვადასხვა არსის ეპონიმები გაპოვნინოთ. ეტიმოლოგიები გაპოვნინოთ და კიდევ უფრო ბედნიერება იქნება, წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო სიხარული იქნება, რომ თურმე რა სიძველისაა ჩვენი ენა, რა ფასეულობისაა ესა თუ ის სიტყვა და რა შინაარსისაა, ისედაც ლამაზი, ისედაც მომხიბვლელი და ისედაც ჟღერადი ენა. რომელიმე მიმართულება აი ამ თემაზე, აბა განვიხილოთ, ჩემო მეგობარო. იმას ხომ ეთანხმებით, რომ ეს არ არის შემთხვევითი და არის ადამიანების მიერ დადგენილი, შექმნილი, გენიოსების, ღმერთთან მოსაუბრი ადამიანების. მოგესალმებით, ბატონო ნუგზარ. მადლობა მოწვევისათვის თქვენ სამეფო არხს. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ენა გვაქვს, ენები, ქართული ენები, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაციები ოდითგანვე დატოვებული, ქართულ ანბანზე დაყრდნობით. ვითომ ერთ შეხედვით რო შეხედავ უცნაურად ჩანს, რომ რატო უნდა იყოს მაგალითად თქვა ქართულში, მეგრულში, სვანურში და ხანდახან ლაზურშიც ერთი და იგივე არსის აღნიშნული 3 სხვადასხვა ან 4 სხვადასხვა სიტყვა და თითქოს ეს აშორებს ენებს, რომ აი იქ მეგრულში ეს სხვანაირად არის, აი თქვა სვანურში სხვანაირად არის, აი ქართულში და უცხო თვალი ან არაკეთილსინდისიერი ადამიანი, ვისაც აწყობს ჩვენი გათიშვა და დაშლა ამას სათავისოდ იყენებს ხოლმე, რომ აი ცალკე სხვა ენა, სხვა ზოგიერთ საერთოდ ნაცნობებადაც არ მიაჩნიათ ერთმანეთისა, არიან ეგეთი ხალხიც ეგენები. ეგ ოროსნობა. ხო, ან ხო. ოროსნობა, უცოდინრობა. ტრობა და ხო, ბოროტება. ალოგიკურობა. კი ბატონო. და ახლა დღევანდელ გადაცემაშიც ნახოთ, რომ ბევრი რამ წინასწარ განზრახულად იყო გაკეთებული ჩვენი წინაპრების მიერ, ანუ რაღაც გარკვეულ ცოდნებს, რომელსაც მათემატიკური შინაარსი ჰქონდა, არქმევდნენ ძირითად არსებს და რამოდენიმე შინაარსის მქონე ერთ და იგივე
არსი, სამ სხვადასხვა სიტყვათ ან 4 სხვადასხვა სიტყვათ, რომელიც თავის შინაარსს შეიცავს და დღეს ის დარჩა, თქვათ, რაღაც სიტყვა მეგრულში, რაღაც დარჩა სვანურში, რაღაც ქართულში, რაღაც ლაზურში და თითქოს სხვა ენისაა, არა და ერთი და იგივე ჩვენი საერთო წინაპრების მიერ განზრახ მოფიქრებული და ამ სხვადასხვა ენებში დატოვებული სიტყვებია ერთი და იგივე არსის გარშემო. აი თქვათ, დღეს ვისაუბროთ ღვინოზე და ხორბალზე და ფეტვზე და ნახავთ, რომ ეს სახელები წინასწარ განზრახულად მოფიქრებულია და თქვათ, რომ მოусმენ ადამიანს, თქვათ, ამბობს სვანურად კვეცენ, ან მაგალითად ქართულად ხორბალი, ან თქვათ, პური, მეგრულად ქობალ, სავსებით სხვადასხვა რაღაცეებია, მე რაფრით ვერ დააკავშირებ, ან თქვათ სიტყვაზე ფეტვი და ფატუ თუ გავს სვანური ფატუ და ქართული ფეტვი ერთმანეთს, მაგალითად რაფრით ვერ იტყვი, რომ მეგრული სიტყვა გავს ამ ჭკიდ გავს ფეტვს, სავსებით სხვა რაღაცა ჭკიდ და ფეტვი და ფეტვი და ფატუ ხო იტყვი, რომ იმას ესე ხონდა ენობრივად ამას ესე. ანუ ამ შემთხვევაში ამ დროს რაიმე კავშირია ჭკიდსა და ფეტვს შორის? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ვარა, საგულისხმო მომენტია, შენ გენაცვალე შენა. და ჩვენი მიზანია რომ ძალიან გამახარა, აი კიდე ეგეთი რაღაცები გვაახლოვებ, შეიძლება ითქვას და კი ბატონო. და ეს ორი რამ, ჩვენი ერის წმინდა მიგინებები და აღმოჩენებია, ღვინოც და მემარცვლეობაც, ხორბალიც და ოდითგანვე წმინდად მიიჩნეოდა ჩვენს ერთში, ღვინოც და ხორბალიც და საბოლოოდ ქრისტიანობამ წერტილი დაუსვა, ამას კიდევ უფრო გაამყარა, რომ ღვინო ქრისტეს სისხლია და პური კიდევ ქრისტეს ხორცი და კიდევ უფრო წმინდა გახადა, ანუ სხვა რანგში აიყვანა, კიდევ ჩვენი ერისთვის ისედაც ძალიან წმინდა საგნები, ნივთები, ან არსები, ჩემ ბავშვობაშიც მაგალითად ახლა პურს ვჭამდი ხოლმე, არაფრით არ გადავაგდებდი, ესე აუცილებლად უყუღმა არ დავდებდი. კი, უყუღმა გამოცხობილი. დავარდნა რა დიდი დანაშაული იყო. ვაკოცებდი ხოლმე სამჯერ და ისე მე სულამდე ხესავარ, ხო, 80-იან წლებში ვლაპარაკობ, აქვე, ხო? დაახლოებით 40 წლის წინ, 15 წლის წინ ვაკოცებდი ხოლმე სამჯერ და ისე დავდებდი ხოლმე სუფთა ადგილას, რომ პურია, წმიდა და აი ჩვენამდე მოვიდა ეგ ტრადიცია, გამიგე და ღმერთო მაპატიე როგორ ვღელავ, რომ ჩემ თაობაში წყდება ეგეთი რაღაცეები, კარგად გამიგე. და საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ აი რატო არ იციან, მე ხო იმ თაობის ხალხი ვარ, ვინც ჩვენ ხო იმ თაობის ხალხი ვართ, ვინც ეგ ნახა. და მოდი ვაღიაროთ, რომ აი ჩვენ შემდეგ თაობაში ეგ ან არ არის, ან თითქმის არ არის, აი ფასეულობები, აი გადმოცემები, ლეგენდები, ზღაპრები, იავნანა, თითქმის აღარ არის, წარმოგიდგენია? ღმერთო გადაარჩინე და ქართული ტრადიცია. ხო და ეს ორივე არ არის ეს მარტო ქართული მიგინება, ეგრე არაკეთილმოსურნეები მაგასაც ამბობენ, რომ არც ის პირველი მეხორბლეები და პირველი მეღვინეები არიყვნენ ქართველები, არიან ეგეთი ქართველებიც, რომლებიც მაგასაც ამტკიცებენ სამწუხაროდ, ხო რა ვიცი, მაგას რა და ნიჰილიზმი და არ ქვა, მტრობა, ბორო, არ ვიცი, ხო, ნუ რატო უნდა მოგივიდეს თავში აზრად, როცა ეს ორივე ხორბალი აგერ სულად შარშან ინდოეთში, ნიუ-დელიში იუნესკოს შეკრებაზე აღიარეს მსოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლად ქართული ხორბალი, ანუ ერთ-ერთი კერაა ქართული საქართველოს ხორბლის სამშობლოს ერთ-ერთი სამშობლო, ერთ-ერთი კერა არის და ნუ ერთი კერა დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთია, ერთ-ერთი კერა შუამდინარეთია და საბოლოო ჯამში ნუ აღმოსავლეთ თურქეთშიც რო ანატოლი ხო სამივე საქართველოს ეხლა შემოძმა ეს დღევანდელი გაგებით არის ესე თორე დღევანდელ თურქეთში ანატოლიელი მიწათმოქმედები ცხოვრობდნენ, დღევანდელ ირანში ზაგროსელი და გენეტიკურად სულ ყველა იყო G ჰაპლოჯგუფისა და J ჰაპლოჯგუფისა. ანუ სინამდვილეში ქართველები იყვნენ, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანაში მოყვა დღესდღეობით მათი ტერიტორიები და ჩვენ გვეძახიან კავკასიელი მიწათმოქმედებს, იმათ ანატოლიელებს და იმათ ირანელებს, ანუ ზაგროსელებს. სინამდვილეში ერთი და იგივე ერის აღმოჩენა არის ეს ხორბალიც და მოშინაურება და მიგინება უძველესად უბრალოდ დღეს სამ სხვადასხვა კერას განიხილავენ ამ მეხორბლეობისაც სამწუხაროდ, ხო, ნუ რამდენ შევინარჩუნებით, ხო, შეუძლებელი იყო რომ ეგ თახდეთ რომ მაშინ კიდე ერთხელ გეუბნებით, მე მინდა ყველას კიდე აი რამდენიმე გადაცემით უკან თუ გადაახვევთ, ნახავთ რომ
ძველი ელამიტები ჩვენი საოცარი ნათესავები არიან. საოცარი ნათესავები ძალიან მსგავსები ეს დაახლოებით წარმოიდგინეთ აი ზაგროსის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. ზემოშუა მდინარეთი ვახტანგ გორგასლამდე და კიდე ცოტა ხანი მას მერე იყო ქართული სამყარო. ქართული სამყარო წარმოგიდგენიათ და შესაბამისად და აღმოსავლეთ ანატოლია კიდე კოლა, სპერია, კარნია, ბასიანია, არტაანია და მოგეხსენებათ მარდალი, მანრალი, სულ ქართული ქვეყნებია თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი. კი ბატონო, გინდათ იგივე გობეკლი თეფეებს უძველესი აღმოჩენა, რომელმაც ყირამელა დააყენა დღევანდელი არქეოლოგია და ეგრეთ წოდებულ ქვის ხანის ადამიანს ვითომ არ უნდა შეძლებოდა ეგეთი მშენებლობები და გრანდიოზული რაღაცებია აღმოჩენილი და არა მარტო იქ, არამედ გარშემოგორებზე დიდ რადიუსში უკვე 32 იპოვნეს. 32 მსგავსი გორაკი არსებობს, წარმოგიდგენია და აი გობეკლი ტეფე რომ სოფლიომ გაიგო, წარმოიდგინეთ რომ უკვე გაცილებით სახელოვანი არის და გაცილებით უფრო გრანდიოზულია იქვე კარახან ტეფე. საოცრებები რა, კარგად გამიგეთ, ისეთი ახლა არ მინდა კონკრეტულად საუბარი, ამოვიდა რაღაცნაირი ადამიანების ძეგლები, ერთი მხრივ ღიმილის მომგვრელი, მაგრამ εν რაოდენობის იქ რო ერთი ძეგლი იყო ადამიანისა. გობეკლი ტეფეში, აქ ამოვიდა ათეულობით ძეგლი და მერე საბაირუკი და იქ არის გურჯუ ტეპე, რომელიც ამბობენ რომ რომელიც არის ძალიან ახლოს გობეკლი ტეპესთან და ეს არ ჩამოუვარდება და 33 ესეთი ტეპეა. ანუ გორაკია რა, წარმოგიდგენიათ და 33-ვეში ხალხის კვალია სასწაულები რა, ეს საოცრებას იტყვის, ეს შეიძლება ითქვას რომ გახსნის კაცობრიობის ისტორიას. და მე შემდეგ გადაცემაში მომიტევეთ, აი გეტყვით გავბედავ და გეტყვით თუ ვისი აშენებულია ესა, კონკრეტულად რომელი ბიბლიური ეთნარქების აშენებულია ესა რა. თან მინიმალურადაა შესწავლილი, სულ 5%-ია დაახლოებით გობეკლების გახსნილი და უზარმაზარი ტერიტორიებია. ჯერ კიდეს ხო რა არის შიგნით, თან როგორც ამბობენ, მიზანმიმართულად დამარხეს, ანუ ხო იყო რამდენიმე საუკუნე და მე მოიტანა ეს მიწა და სპეციალურად დააყარეს. შესაძლებელია წარღვნას გამორიცხავენ. ჩემო მეგობარო, წარღვნა დამარხა, ეგეც შეიძლება. ეგ იყო ეხლა ეგ დაახლოებით ეს 1990 დიდი ბოდიში ჩვენ განუსაზღვრელი დრო გვაქვს, ჩემო მეგობარო და ეხლა რადგან ამ თემაზე ჩავმოვარდა საუბარი. 35 წლის წინ დაახლოებით 1990 წელში რო იპოვეს ეს გობეკლი ტეფე, წარმოიდგინეთ რა, ეს იყო საოცარი აღმოჩენა. და უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს გორაკიო ხელოვნური არისო, ეს შექმნილიო, წარმოიდგინეთ და ადამიანებმაო ეს εν რაოდენობა, წარმოგიდგენიათ ალბათ მილიონი კუბომეტრი მიწა საიდანღაც მოიტანეს და დააყარეს და დაფარესო, გამიგეთ, მაგრამ ეხლა რო უკვე 33 აღმოაჩინეს და შეიძლება ითქვას, რომ 3 უკვე გრანდიოზული, უკვე გამორიცხეს, რომ არა, ამას ადამიანი ვერ იზავდაო, კარგად გამიგეთ და აი ნელა-ნელა ხან ლოგიკამ უნდა მიიყვანოს, მართალია ზოგიერთმა მეცნიერებამ და ზოგიერთმა სახელმწიფომ და კერძოდ საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ლოგიკა დაიწუნა, გადახაზა და მარტო წყაროებს ეძებს, რა თუნდაც არასაჩვენო წყარო იყოს, იმას უფრო ეყრდნობა, ვიდრე ლოგიკას და ქართულ მატიანეს, მაგრამ შესაბამისად აი ეგეთი რამე გამოირიცხა, ეს არის აშკარად ან ღმერთის ნება, ან წარღვნის მოტანილი ძალიან დიდი ნაშალი მიწა და ამან დაფარა იქაურობა. კიდე ერთხელ რო აგიხსნათ, თქვენ ეს შეგიძლიათ ნახოთ რუკაზე რა. ეს არის ქალაქი დღევანდელი შანლი ურფა, ეს არის ადრექრისტიანული ედესა, ეს არის ური, სადაც ვახტანგ გორგასალი თავის დედას და დასტოვებს სანამ ომში გაემგზავრება მე-5 საუკუნეში და ეს არის შესაბამისად აი ქარანი სადაც არის, ანუ მეორე სახლი აბრაამისა, იქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში, მის დასავლეთით არის ანტიოქია, მის ჩრდილოეთით არის ზევგმა, მის მარჯვნივ დაახლოებით 50-60 კილომეტრში არის ტიგრანოკერტი, იმისაკეთ ამიდა. აი უკვე წარმოიდგინეთ რა რეგიონია, იქვე არის ნისიბისი, საიდანაც დიდი წმინდანია გრიგოლ ნისიბიანელი და ასე შემდეგ სიმონ მესვეტე იქვე იდგა და ეს არის სასწაული ფასეულობა რა. თუ გნებავთ შევიკრიბოთ 10 ადამიანი და სიხარულით გავემგზავრებით, ძალიან მარტივია და უსაფრთხოა იქ ჩასვლა, დათვალიერება, მოლოცვა და უკან წამოსვლა. ანტიოქიის ეკლესიას ეკუთვნის იქაური მართლმადიდებლური ეკლესიები, საოცრებებს განახებთ. საოცრებებს. დიდი ბოდიში აღარ შეგაწყვეტინეთ რა. შენდობას ვითხოვ.
იგივე თემა იყო, ანუ მაგ რეგიონში სწორედ არის აღმოჩენილი დღესაც ველურად მზარდი ხორბალი, ჩვენი თემაა, რომელიც ყოველწლიურად თავისით ამოდის და მაგიტო არა უდობდნენ, რომ კერაიგი იქნებოდა, ხო აღმოსავლეთ ანატოლია, ანუ მაგ გურჯუთეფეს და გობეკლითეფეს ახლო-მახლო ერთ-ერთ გორაზე არის თვითმცივანი, ძველი ჯიშები ყველა თვითმცივანი არის ველური ჯიშები და ასევე ველური ჯიშებიდან გამოყვანილი პირველი კულტურული ჯიშებიც თვითმცივანი არის, აი მაგალითად მახა და ზანდური, ანუ ადვილად ცვივა ძალიან და ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ მეხორბლეობის სამშობლოდ აღიარებინათ საქართველოს გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ჯიშია და ახლობით 70% ძირითადი ჯიშებისა დღევანდელ ქართული იყო და კიდევ ნაწილი თავისთავად ცხადია ანატოლიურიც, რომელიც ასევე ჩვენი იყო და ნაწილი ზაგროსული, რომელიც ასევე ჩვენი იყო, მაგრამ 14 იყო ძირითადი ჯიში 24 და რომელიც დღევანდელი ქართული არის და ეგეც კი არის 60%-ზე მეტი საერთო ძველი ხორბლის ჯიშებისა და რადგანაც ეს ძველი ხორბალი თვითმცვივანია და მალე ცვივა, არსებითი იყო, რომ შემორჩენილი ყოფილიყო ისეთი ტრადიციაც, რომელიც ამ ხორბლის მოკუჩებას, ეს სწრაფად რომ მალე რო გასცვივა და ვერ გათიბავ, ანუ ნამბლით რო ვერ მოჭრი, ეგეთ ტრადიციას რო ეხებოდეს, ეგეთი ინსტრუმენტიც არის შემორჩენილი საქართველოში, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმში, ესა შნაკვი არის ორი მოგრძო ჯოხი, რომელთაც დაიჭერენ ხოლმე ეგეთი ტიპის ხორბლის თავთავს და მოტეხავენ ხოლმე, რომ არ გასცვიდეს. ოღონდ ეს არის კილიანი ხორბლები, ძველი ხორბლები, ველურიც და მოშინაურებულიც და არის კილიანი ხორბალი ისეთია, რომ ბუდიდან, კილიდან არ ვარდება, როგორც ქერს აქვს გარშემო თავისი გარსი და არ ძრება, ასევე არ ძრება თქვათ მახას ზანდურს და ყველა ველურ ხორბალს აქვს კილი, ანუ ბუნებრივად მარტივად ცვივა, მაგრამ ცვივა კილიანად, ანუ ვარდება დაბლა ბუდეს-თან ერთად და ამიტომაც შნაკვი ჭირდება, ეგეთი მოწყობილობა ჭირდება, რომ არ გასცვიდეს, დაუჭირო თავთავს და მე მოტეხო, რომ თავთავიანად წაიღო და მე გადაამუშავო, მარცვლები რო არ ჩამოგიცვიდეს, ესეც იყო ჩვენთან და ამიტომაც ამ შარშან იუნესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ქართული ხორბალი მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოეცხადებინა. ასევე არის კიდევ ერთი უპირატესობა ქონდა საქართველოს ის, რომ რბილი ხორბლის სამშობლოა საქართველო, ანუ ხორბლები იყოფა მაგარ ხორბლად, რომლებიც ჩამოთვალეს ძველი ხორბლიდან რბილ ხორბლებად და პირველი რბილი ხორბალი, როგორც სამეცნიერო გენეტიკური ანალიზით ვარაუდობენ, ხვამლის ფერდობებზე და ასევე ქვემო ქართლშიც აღმოჩენილი არის პირველი რბილი ხორბლის ნიმუშები. დაახლოებით 8000 წლის წინ მაგარმა ხორბალმა განიცადა გენეტიკური მუტაცია, საქართველოს ტერიტორიაზე განიცადა გენეტიკური მუტაცია და მისგან გაჩნდა რბილი ხორბალიც. რბილი ხორბალი უკეთესი ხორბალი არის დასაფქვავად, ანუ კილიანი არ არის და მარცვალი ამოდის ადვილად, ანუ საპურე ხორბალი არის უფრო და მაგარ ხორბალს ჭირდება აუცილებლად კანის მოშორება. რასაც ახლა ჩვენ გაცეხვას ეძახით, ეგ ჭირდება მაგარ ხორბალს და მე რბილი ხორბლიდან შედარებით რბილი პური. კალო, ხო? ხო, ანუ არა, კალო გალეწო არის. ხო, ანუ დაცეხვა, აი კორკოტისთვის და კანმოცლილი ხორბალი უნდა იყოს, ანუ გარეთაკანს აცლიან დარტყმის საშუალებით, ანუ დაახლოებით ენაში ტრანსფორმაცია განიცადა, ანუ ორივე ერთ და იგივე რაღაცას აღნიშნავს, ც და ჩ ხო ადგილმონაცვლე ბგერებია ქართულ ენებში, თქვა დაცეხვა რო წარმოვიდგინოთ როგორც დაჩეხვა, ეგ არის, ანუ უნდა ურტყა როგორც თქვა ფილში ან როდინში ან ქვასანახში ჩაყარო და ურტყა რომ კანი მოაცილო და მე შიგნიდან დარჩეს ხორბალი, რომელსაც დაფქვავ და გამოიყენებ უკვე საკვებად და ეს მთელი ეს უძველესი დროიდან მოყოლებული ეს როგორც ინსტრუმენტები, ასევე ხორბლის ჯიშები, ასევე პირველი რბილი ხორბალი და მე იქიდან წარმოშობილი რბილი ხორბლებიც არის დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი. იაპონელების კვლევაც იყო ეგეთი ხვამლის მთაზე, რომ ხვამლის მთაზე აღმოჩენეს პირველი რბილი ხორბლის ნაშთები და რატომღაც მაინც ჩვენ ტერიტორიაზე განიცადა გენეტიკური მუტაცია ერთადერთხელ ხორბალმა. ანუ ერთადერთხელ გენეტიკურად შეიცვალა და გახდა რბილი ხორბალი საქართველოს ტერიტორიაზე. და ნუ რბილი ხორბლები თავისთავად ხადია, ბევრი გვაქვს, ნუ ხორბალს მეგრულად ქერი ქვია, ახან ქობალსაც ეძახიან, ხო, ქობალს პურსაც ეძახიან და
ხორბალსაც ეძახიან ხანდახან, სვანურად ქვია კვეცენ. ანუ დაახლოებით ეგეთი აზრი აქვს კვეცენს, რომ ანუ რაღაცას რომ მოჭრია, ხორბალი ხო უნდა მოჭრა და მოკვეცო, დაახლოებით ეგეთი შინაარსი აქვს კვეცენ, ანუ კა ქვაც არის, სვანურში კლდის ქვა არის და ბევრ რაღაცას უკავშირდება აი ძველ ქართულში და სვანურშიც ქვით დამზადებული ინსტრუმენტი, რომელსაც ვთქვათ ლითონი ხო არ იყო ჯერ მაშინ აღმოჩენილი და რაღაცით ხო უნდა მოეჭრათ ეს ქვა და ანუ ქვით მოჭრას გულისხმობს თავის თავში ეგ კვეცენო ის რაღაცა რაც უნდა მოჭრა ქვით. მე ვფიქრობ რომ რადგანაც გაცეხვა ჭირდებოდა თავიდან ეს გაცეხვა თავისთავად ცხადია არ იცოდნენ და პირდაპირ იყენებდნენ ხორბლის მარცვლებს, მაგრამ მე მიხვდნენ ჩვენი წინაპრები რომ კანი უნდა მოაცალო, ანუ დაცეხო და ვარო ვფიქრობ რომ ეს სახელი დაცეხვა ცერათითიდან მაგაჩენილი იყო, რადგანაც ცერი ქართულშიც, მეგრულშიც და სვანურშიც ცერია, ანუ საერთო წარმოშობის სიტყვა და მარცვალიც მაქედან არის წარმომდგარი, ვფიქრობ ქართულად, ანუ მაწინსართი არის და არის ბოლოსართია და გაცრცვილს ან გაძარცულს ნიშნავს, ანუ მოაცლი კანს ხო, ანუ ცერით რომ მოაცლი მაგალითად კანს, ეგეთი მაგას ნიშნავს ხო რცფუძე, ხო მაწინსართი, ალი ბოლოსართი და ხო რცფუძე, გაცრცვნილი, ანუ გაშიშვლებული მარცვალი. ხო, ანუ ძველი ჭირდება დაცეხვა და სავარაუდოდ თავიდან ხელით ცერათითით ცეხვავდნენ ხოლმე, აცლიდნენ ხოლმე კანს. არის ისეთი ჯიშებიც, რომელსაც საერთოდ დახალვა უნდა, ბატონო ნუგზარ, აი მაგალითად მახა ისეთი არის, რომ დაცეხვითაც არ ძრება ის თავისი კანი. ანუ უნდა აუცილებლად დახალო. და ვარაუდობენ მთელი რიგი მეცნიერები, რომ მახას თავიდან ნარქმეოდა მახალ და ლაზურად მაგალითად მახას ეძახიან მოხა. ანუ ხო ლაზურში და მეგრულში ოთ გადადის ხო ქართული და ანუ ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ მახას სახელწოდება პირდაპირ დახალვიდან არის, ანუ ალზე მოტარებიდან მახალ, ანუ ის რასაც დახლია, ანუ ალზე მოატარებ და მე შედარებით ადვილად ცვივა ზრება ის კანი დაცეხვაში. მაგალითად სვანურად მოხალვა საერთოდ ცერს უკავშირდება, ანუ როგორც თავზე ცერით არჩევდნენ ხოლმე, ლიცურიელ, ანუ ცერით მოშორებასავით არის მოხალვა სვანურად. ნუ ხალ საოცარი მიგნებებია. დახალვაზე ამბობენ, რომ ხომ თვითონ ხალი და დახალვა ქართული არა, ანუ ამ შემთხვევაში ხ წინსართი იყო ხოლმე, ხო, ანუ ხაიმეტ ტექსტებში და ალი ან ჰელ ან ჰალ სვანურადაც ალია და შესაბამისად ალზე მოტარება იგივე ხალ, ანუ ალზე რომ მოატარებ იგივე შინაარსი აქვს, თორე არაბულ ირანული სიტყვა ისე თანამედროვე ხალი, რასაც ჩვენ ვეძახით და მე დახალვაც ვამბობენ. ამ შემთხვევაში ხალი ცეცხლზე დახალვა ქართული ტერმინოლოგია ხ წინსართით და ალზე მოტარებით, რომ დაარბილო მახალ და სახელიც მახიდან დარჩა მახალ, ან მოხა, იმიტომაც ქვია ლაზურად საერთოდ გავს პირდაპირ მოხალული, ხო, ხორბალი მახას. ასევე შეიძლება ხახალი არის ესეთი სიტყვა გამიგე და მზეზეც იხალება რაღაც დონეზე და შეიძლება ხალაც ხო არის პატრის საბერტყი გზელი ჯოხი, რომელსაც აი ხახალი ასკარად მზეზე მოხალვა არის რა, ხახალი დიდი შანსია მაგალითად. რომ ხალითაც თქვათ დაბერტყო და მე კანი მოვაცალო, დაბეგო, როგორც ჯოხით დაბეგო და სანამ საცეხველებს გამოიგონებდნენ, როგორც თქვათ როდინს ან საცეხველს, ბევრი საცეხველები გამოიგონეს ჩვენმა წინაპრებმა, როგორც წყალზე მომუშავე, ასე ფეხის, ასევე ხელის, დიდი მოცულობისაც, აი იგივე ჩვეულებრივი ყველას გვაქვს მე მგონი ოჯახში ფილთაქვა, ეგ პატარა მოცულობის საცეხვია, სადაც შეიძლება პატარა რაოდენობის, მცირე რაოდენობის ხორბალი გაცეხვა. ანუ ეს თლიანი ხაზია, სავარაუდოდ ნაქმეოდა აი კვეცენთან მიახლოებული სახელი თავიდან ხორბალს. ახლა რატო ქვია ხორბალი? ხორბალი დღევანდელ მთიელებში დღესაც ხვარბალს ეძახიან, მთიელები, ანუ ხორბალს არ ეძახიან და თვითონ ფიქრობ რომ სიტყვა ხვარბ ანუ ალი უნდა ყოფილიყო არი, ანუ ხვარბ არი და ხორბალს აქვს თავისი კუთრი წონა, ან დაახლოებით 1
კილო მოცულობაში რამდენი გრამი ხორბალი ეტევა რომ ჩაყარო დაახლოებით 750-800 კილო ეტევა 1 ტონაში 1 ტონა მოცულობაში რომ ჩაყარი ხორბალს მოგეხსენება ჩვენს ერს ქონდა უძველესი დროიდან თავის წონითი სისტემა ფეტვის მართვაზე დამყარებული და როცა მე უკვე აღმოაჩინეს მოცულობითი სისტემაც გრამობითი სისტემა სადაც 1 გრამი იყო 1 კუბური სანტიმეტრი იყო რა არის კიდევაც 1 კუბური სანტიმეტრი ანუ წყალს აქვს ეგეთი კუთრი წონა რომ 1 კუბური სანტიმეტრი არის 1 გრამი მაგალითად ხორბალი 1 კუბური სანტიმეტრი არის 7 0.7 ან 0.8 ანუ წყალზე მსუბუქი არის ხო თქვა სიტყვაზე ოქრო არის 19 ჯერ მძიმე მაგალითად წყალი თუ 1 გრამი 1 კუბური სანტიმეტრი ოქრო არის 19 გრამი 1 კუბური სანტიმეტრი და ხო რკინა 9 ხო სპილენზია 9 და 8 რაღაცა რკინა არის. ხო, მართალია. სპილენზი უფრო მძიმე. ანუ ხო თითოეული ნივთიერებას თავისი კუთრი წონა აქვს და როცა ჩვენმა წინაპრებმა ეს წონითი სისტემა გადააწყვეს მე გრამებზე, დაითვალეს ხორბლის კუთრი წონა და დაიანგარიშეს რომ ერთ ქართულ ტალანტში, ანუ 21 კილო და 780 გრამია თანამედროვე წონით სისტემაში ქართული ტალანტი 60 მინა 60 გება ერთ ქართულ ტალანტში ანუ 21 კილოში 780-ში რო ჩაყრიდი ესეთ ჭურჭელში რო ჩაყრიდი ხორბალს და თავისაუცხადი არ გამოვიდო და მაგრამ თუ გინდოდა გამოსულიყო ზუსტად ეგ ქართული ტალანტის წონა 21 კილო და 780 გრამი უნდა ჩაგეყარა დიდ ჭურჭელში ანუ რო გათანაბრებოდა კუთრ წონას და აი ხვარბ ერთმანეთზე რო გაამრავლებ რიგითობებითა ქართული წონით სისტემა სულ აწყობილი ხვარბ რომ გაამრავლებ ერთმანეთზე იმდენ მოცულობას გაძლევს რა მოცულობაშიც რომ ჩაყრი ხორბალს დაახლოებით 750 კილო რო გამოვიდეს დაახლოებით ეგეთი გამოდის ანუ ხვარბ არის ერთ ქართული მინის წონის ხორბალი მოცულობაში მეტი მაგრამ წონაში ერთი ქართული ტალანტის ხორბალი შესაბამისად არის დაამატეს მე ბოლოში და გამოვიდა ხვარბ არის ანუ ეს რაღაცა არის ანუ ეს წონა ერთი ქართული ტალანტის შესაფერისი მოცულობა და შესაბამისად მე გამრავლდა გავრცელდა ძირითადად სიტყვა კვეცენის მაგალითად გავრცელდა სიტყვა ჯერ ხვარბალი და მე ხორბალი რომელიც დღევანდელ მეტყველებას შემორჩა აი მაგალითად სიტყვაზე ფეტვი ხო ფეტვი უნიშნულოვანესი მარცვლეული არის იმიტომ რომ ფეტვზეა დაყრდნობილი ქართული წონითი სისტემა 120 მარცვალი ფეტვი არის 1 გრამზე ცოტათი მეტი ერთეული და ფეტვით აწყვეს მაგალითად ფეტვს თქვით რომ სვანურად ქვია ფატუ მეგრულად ქვია ჭკიდ და სავსებით არ გავს და თუ ჭკიდს იანგარიშებ როგორც ჭს სამთელორად ანუ პის უძველეს ვარიანტად და ჭკი ჩათვლი ჭკი არის ერთი ქართული მინა ანუ 352 ერთეული 363 გრამი ოღონდ თუ ჭს სამთელორად ჩათვლი მაგ შემთხვევაში ეგრე რო იანგარიშებ და დი არის სვანურად დედა ანუ ამ შემთხვევაში ჭკი დი ნიშნავს 352 ანუ ერთი ქართული მინის დედა ფეტვი სინამდვილეში მართლაც ამ ქართული წონით სისტემის დედაა, იმიტომ რომ ფეტვზეა დამყარებული ქართული წონით სისტემა და მეგრულად ფეტვს ქვია ერთი მინის დედა. რაც არის კიდევაც ამ ერთი მინის დედა, უბრალოდ რო შეხება უცხომ მოусმენს რომ ჭკიდი და ვერაფრით ვერ იტყვის რომ რანაირად შეიძლება ხო ჭკიდი იყოს ფეტვი. ხო, და თვითონ ფეტვიც არის იგივენაირი მათემატიკა, როგორც ხორბალი, ოღონდ თუ ხორბალი არის ის მოცულობა, რაც წონაში გაძლევს ერთ ქართულ ტალანტს, ფეტვი არის ის წონა ტალანტში რო ჩაყრი რამდენიც გრჩება. ანუ თუ მე გამოიგონეს მაგალითი ფეტვი და ფეტვის ნამრავლი 14490 არის იმდენი ის წონა, ანუ 14 კილო და 490 გრამი, რაც როცა ჩაყრი 21 კილოსა და 780 გრამი მოცულობის ჭურჭელში, ფეტვს წონაში მიიღებ თვითონ იმასაც არის ფეტვი, ანუ 14 კილოსა და 490
გრამს და შესაბამისად მათემატიკური მაგალითი, მოცულობითი მაგალითი დაარქვეს, ტალანტში რამდენიც ჩადიოდა ფეტვს და გამოვიდა სამი სიტყვა, სამი სახელი, ძველი, თქვა, სვანური ფატუ, ნეგრული, რომელიც ნიშნავს, რომ წონით სისტემის დედა არის, ერთი ქართული მინის დედა არის ფეტვი და თვითონ ფეტვი, რომელიც მიგითითებს, მათემატიკური მაგალითია და მიგითითებს, რამდენი კილო ფეტვი ჩადის ერთ ქართულ ტალანტში რომ ჩაყარიან 21 კილოსა და 780 გრამში რომ ჩაყარით ფეტვს, რამდენი კილო გამოგივა, ანუ აწვის შემთხვევაში ეგეთი საწყავოები გრაკლიანზეც არის აღმოჩენილი, ორ მინიანი საწყავო, მაგას მე პურზე ვიტყვი, სადაც ჩადის ორი ქართული გება, ორი ქართული მინა, მარცვალი და გადაწყავდნენ ხოლმე, გაავსებდნენ საწყალოს და არ წონიდნენ ამ შემთხვევაში დაანგარიშებული ქონდა წინასწარ რა ერთეული ეტეოდა, რამდენი ეტეოდა და წინასწარ მიუწყობდნენ ხოლმე შესაბამისი წინასწარ დამზადებული ჭურჭლით აი ამ პროდუქციას. ხო, პურზეც ამბობენ მაგალითად არის ვერსიები, რომ პური მაგალითად არის ბერძნულიდან შემოსული, ბერძნულად პურუს ქვია ხორბლის მარცვალს, ხორბალს და ზოგადად პურეულსაც ეძახიან ხოლმე პურუს ბერძნულად, ასევე ინდური ვარიანტიც არის, რადგანაც პუ ინდურში, სანსკრიტში წმინდას განწმენდილს ნიშნავს და ვარაუდობენ, რომ იქიდანაა საქართველოში შემოსული. არა და ჩვენ ვიცით, რომ ქართული ენები უძველესი ენებია, ანუ ფუძე ენები არის და პირიქით, ანუ აქედან გავიდა ჩვენგან ძალიან ბევრი რამ და ახლა უკვე პროცესია, როგორც თქვენ ახლა იბრძვით, რომ მაგალითად ის ძველი საბჭოთა იდეოლოგია, რომ ქართიზაცია და რაღაც მსგავსი, ამაზეც ყველაფერზე რაც უცნაური სიტყვა იყო და სადღაცას აღმოაჩინეს ევროპულ ანაზიურ ენებში მსგავსი, ყველაზე თქვენს რომ იქაურია, ჩვენ შემოვიტანეთ, ხო და პირიქით არა და პირიქით იყო. ერთი ჩანართი მინდა გავაკეთო ახლა ელიზბარი რო საუბრობს, თუ გნებავთ რომ ეს რაღაც დონეზე უფრო კარგად ჩაიხედოთ ამ სფეროში. ერთი ვარიანტია რომ დაგვაპატიჟოთ მე და ელიზბარი, სადმე ან აუდიტორიაში, ან კათედრაზე და იქ უფრო დეტალურად მოყვება, მაგრამ თუ მაინც გინდათ რომ აი ამ საუბრის წინაპირობა და წანამძღვრები ნახოთ, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ჩემს YouTube გვერდზე იქნება თუ Facebook გვერდზე იქნება და მე დავდებ აი ამ ვიდეოს ქვეშ იმ ვიდეოების ლინკებს, სადაც ასაბუთებს იგი წონათა სისტემებს, ქართულ წონათა სისტემებს, ქართულ საზომერთეულებს და ამ შემდეგ და აი ფეტვის გარშემო ისაუბრა ძალიან დიდებულად წინა გადაცემებში და მე ამას ერთი რომ მოგახსენებთ. ეს ერთი. მეორე ახლა რა მინდა გითხრათ რა, მე კიდე ერთხელ თქვენ ძალიან მე მესმის ძალიან ძლიერია რა, ძალიან ძლიერია გამჯდარი ცოდნა, ძალიან ძლიერია და ძალიან ძნელია მისი გადაფასება და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ აი ახლა მე თავიდან ხაზი გავუსვი შემდეგ რამეს რომ ჩვენი ერის წინაპრები, გენიალური ადამიანები, გენიოსები, ქურუმები, ღმერთთან მოსაუბრე ადამიანები, ესეთ შესაბამისად ბიბლიაში მაინც უარი ნახსენები, ახლა თუ ქრისტიანები ვართ, ქრისტიანულად ვისაუბროთ, რომ ბიბლიაშია ნახსენები უამრავი ადამიანი ღმერთთან მოსაუბრე რა. მათ შორის ჩვენი წინაპრები რა, მაგალითად ბაგრატიონების წინაპრები. მე იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი წინაპრები მეთქი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მსახურები ვიქნებოდით მეფისა, ჩემი ოჯახი და ვიპოვე კიდევაც ეგ კვალი. შესაბამისად, აი მაგალითად ბაგრატიონების წინაპრები რა, სიტყვაზე მამა აბრაამი უდიდესი ადამიანი, ღმერთთან მოსაუბრე ადამიანია და ბიბლიაში წერია მხოლოდ უმთავრესი, მხოლოდ უმნიშვნელოვანესი და უამრავი დეტალი სხვა თემებზე რა ისაუბრა და კიდე როგორ დააკვალიანა ღმერთმა და ასე შემდეგ, შესაძლოა არ წერია, როგორც მაგალითად აი 20 შვილის სახელი არ წერია და წერია მარტო ეთნარქის სიტყვაზე, ეს ენოსი იქნება თუ მათუსალა იქნება თუ ლამექი იქნება თუ არფაქსადი იქნება თუ ასე შემდეგ. ხო და აი ბიბლიაში დაბადებაში მეორე თავში ძალიან გთხოვთ იხილოთ რა. მეორე თავში ღმერთი აძლევს დავალებას ადამიანს. ჯერ ევა არ არის დაბადებული, წაღიზად ევა არ არის, ჯერ წარმოგიდგენიათ ქმნილი, ხო და აძლევს დავალებას, რომ დაარქვას სახელები ღმერთის მიერ შექმნილ ცხოველებს, ფრინველებს და მათ საცხოვრისებს. და ადამი იწყებს ამის დარქმევას. ანუ ეს ადამიანური ტრადიცია, ადამიანური წესია ღმერთის დაკვალიანებით.
ღმერთის მიცემული რაღაცა ცოდნით, ხომ მეთანხმებით, ღმერთის მიცემული რაღაცა ფორმულით, რაღაცა სისტემით, აუცილებლად ცოდნით, ჩემო მეგობრებო და იქ არის ესეთი რაღაცა, რომ აი დაარქვა, არა მარტო ცხოველებს და ფრინველებს დაარქვა, არამედ მათ საცხოვრისებს დაარქვა, მაგალითად აი ბუნაგი, სორო, გაქვაბული და ასე შემდეგ. ეს არის აი და იგივეს გააკეთებ და მისი შთაუმავალი. ეხლა მაგალითად ამ ეპოქაში ძალიან დიდმა ადამიანმა ქართული პოეზიის ბერმუხამ გოგლა ლეონიძემ ათეულობით სახე მოოქროვილი მაგალითისათვის მისი შექმნილი სიტყვაა, ხო გამიგეთ? აი მოოქროვილი სიტყვაზე აი ეროსი მანჯგალაძის შექმნილი სიტყვაა, მოფიქრებული სიტყვაა კუთხური. თორე ადრე კორნერი ერქვა. ასე შემდეგ, ანუ ქართველი კაცი, ქართველი ერი და მთელი კაცობრიობა, მით უმეტეს უძველესი კაცობრიობა, აი ამ სიტყვებს ქმნის. ასევე მაგალითისათვის ღმერთმა კი არ დაარქვა ევას ცოლი, არამედ ადამი არქმევს ევას სიტყვას ცოლ. მე ძალიან მინდა გთხოვო, რომ აი ამ სიტყვის საფუძველში ჩაიხედე რა, მისი ჰემატრია ნახე, მისი წარმოშობა ნახე, მისი ანგარიში ნახე, რას უნდა ნიშნავდეს ცოლ. ძალიან საგულისხმოა. ბიბლიური სახელია, ბიბლიური სიტყვაა, როგორც ევაი, ასევე ცოლ. რაღაცას უნდა ნიშნავდეს, რაღაც სიღრმეები უნდა ქონდეს. კიდე ერთხელ გეუბნებით აი ამ ქართველმა გონებებმა, უდიდესმა ადამიანებმა შექმნეს ეს სახელწოდებანი, რომელიც ჩვენ ესე გვაამაყებს ქართული ენის სახელს და მე უამრავმა ერმა, აქედან წასულმა ერმა დაიტაცა ესენი. ცხადია დაიტაცა და იქაც დაილექა. რა თქმა უნდა, მე რო ბრუნდება შესაბამისად და ისინი მრავლდებიან და ჩვენ კიდე სამწუხაროდ პატარავდებით, მე უკან რაღაცა სიტყვებიც ბრუნდება, ცხადია და შეიძლება ბარბარიზმია 50 საუკუნის წინანდელი, მაგრამ უკან მოbrunებული. ჩვენგან წაღებ მით უმეტეს რომ როგორც ვთქვით ირანის დასავლეთ ნაწილში ძირითადად ჩვენი მოდგმა ცხოვრობდა და შესაბამისად მიდები, მარები, ელამიტები, მე ჩამოგითვლით, უამრავ ჩამოგითვლით ირანში მცხოვრებ ქართველ ტომებს. ოფიციალურად დაახლოებით 4000 წლის წინ მივიდნენ ირანში ინდოევროპელები. მანამდე ცხოვრობდნენ არაინდოევროპელები. ან ჩვენი მოდგმა ცხოვრობდა ზაგროსელი მონადირე შემგროვებლები და ზაგროსელი მიწათმოქმედები, მე რაც ხორბლის მოყვანა და ღვინის მოყვანა დაიწყეს, იქაც უძველესი ნიმუშებია, 7000 წელზე ძველი ღვინის ნიმუშებია. ბაბილონიდან დაფანტულები და უკან მოbrunებულები იწყებენ დაბრუნებას მაგ რეგიონში. 40 საუკუნის წინ, მაგალითისათვის აი აქ ჩვენ სამხრეთში 27 საუკუნის წინ და ასე შემდეგ და შემდეგ გადაცემაში ეს ადამიანი მეყოლება სტუმრად და ვისაუბრებ სიტყვა ბერძენისა და სიტყვა იბერის წარმოშობაზე რა. მე მგონია რომ დიდი აღმოჩენა მაქვს და მინდა რომ პირველ რიგში თქვენ გაგიზიაროთ რა. რას ნიშნავს ბერძენი, რას ნიშნავს იბერი. ბოდიში. ხო, ანუ როგორც ნახეთ მიზანმიმართული შექმნილი სიტყვებია, ვიღაცა შეიძლება უცნაური მოეჩვენოს და ამით ამტკიცოს რომ ეს სხვა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში განზრახ შექმნეს, გარკვეული მათემატიკური შინაარსი ჰქონდა ამ სიტყვებს. რაც შეეხება ხო პურზე დავიწყეთ ხო ლაპარაკი რომ ვითომ სპარსულიდან ან ბერძნულიდან შემოსულად მიიჩნევა პური, ასევე ლათინურად ნიშნავს წმიდას პურუს ექფუძე და საბოლოოდ ექფუძე პფუძე, მოდი ესე ვთქვათ, პფუძე არის საერთო ქართული ფუძე, რაც ნიშნავს ზოგადად რაღაცის კიდეს, ანუ რაღაცის ნაპირს ნიშნავს ეს პ, მაგალითად სიტყვაზე პირი რომ ახლა ქართულში პილარი, მაგალითად სვანურად ტუჩები და ძველი ქართულით ესე ვთქვათ ნაპირი რომ არის ახლა, ვთქვათ ძველი ქართული ამბობდა ხოლმე ზღვის ბაგე, ანუ ზღვის ტუჩები და იგივე არის სვანურად პილა, ანუ ტუჩები, რაღაც ნაპირი, პირის სახის ნაპირი ამ შემთხვევაში ეს უძველესი ქართული ფუძე იყო. გარკვეულ პერიოდში ვფიქრობ, რომ უდაბოლოებით იყო ქართულში სიტყვები, ახლაც უამრავი მაგალითი არის არსობრივი მნიშვნელოვანი სიტყვებისა უზედაბოლოებული ქართულ ენებში და პუდაბოლოება იყო. პუდაბოლოება ნიშნავდა თქვათ როგორც ნაპირს, ასე თვითონ ასოსაც ეგეთი ფორმა აქვს, ასომთავრულის ან გლოვანის პლუს, რომ რაღაც სიღრუეა
და ერთ მხარეს არის მარცხნივას გაშვერილი. ანუ რაღაცის ნაპირივით თითო სიღრუის ნაპირი, თქვა ტბის, ზღვის ნაპირი და კონცხია. ის შეიძლება შეჭრილი კონცხია, ხო, საოცრება. არის, ანუ პარი ქვია სახელად, ანუ გეუბნება ეს რაღაცა პ არის, ანუ პ არის სახელი ესეთი ქვია, ანუ მიუთითებს რომ რაღაცის პირია, რაღაცის ნაპირია და მნიშვნელოვანი ფუძე იყო ეს პ, რომელიც ნიშნავდა როგორც თქვათ სახეს პირს, ასევე ნიშნავდა ბოდიში და გაზებზე გასვლასაც, სვანურში პ-ს ნიშნავს და ეს სიტყვა, ეს ქართული სიტყვა პ, ეს ფუძე გავიდა მე ინდოევროპულში, საერთო ქართულიდან, მაშინ არ იყო ცალკე სვანური და ცალკე ქართული, საერთო ქართული იყო. ინდოევროპული დაახლოებით თანამედროვე კვლევით წინარე ინდოევროპული, ანუ ინდოევროპული ან პიენა სავარაუდოდ რომ იყო პირველი ინდოევროპული ენა დაახლოებით 6000-5500 წლის წინ შეიქმნა დღევანდელ ჩრდილო კავკასიის ჩრდილოეთით, რომელშიც დიდწილად რომლის წარმოშობაში დიდწილად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენმა წინაპრებმა, ანუ კავკასიელმა მიწათმოქმედებმა თვითონ კავკასიელი მიწათმოქმედების ხაზიც მნიშვნელოვანია ამ იამნაიას კულტურაში, სადაც პირველი ინდოევროპელები დაიბადნენ და ასევე დიდი რაოდენობით ყავდათ კავკასიელი, ქართველი ცოლები იამნაიას. ანუ ცოლების უმრავლესობა, დედების უმრავლესობა იამნაიაში იყო კავკასიელი, ანუ ქართველი, ჯიორია იყო უმრავლესობა. და ისეც იყო ჯიორი გარკვეულ მამაკაცებში, მაგრამ მამაკაცებში დაიბადა ერთ-ერთი, ანუ ახალი გენეტიკური ხაზი დაიბადა იამნაიაში, ანუ დედები რო ქართველები იყვნენ და მამები რო ევროპელი მათი შეწყმით დაიბადა ახალი გენეტიკური ხაზი, რომელმაც ახალი ენა მიიღო, ანუ ინდოევროპული და შესაბამისად, თქვათ ქართული ენისათვის 5500 წელი არ არის ახლა რაღაც აქვეა ქართული ენისათვის 5500 წელი და შესაბამისად ქართველი დედები ყავდათ ინდოევროპელ, პირველ ინდოევროპელებს ყავდათ ქართველი დედები, ბებიების დედები და სულ, ანუ გენეტიკურად რაღაც მოზრდილი დროის გარკვეული ნაწილი და ძირითადად ჯიორია ცოლები ყავდათ ამ მომდევნო ხანის ინდოევროპელებს და შესაბამისად ახლა ძირითადად ენას დედა ასწავლის, ხო, ეგ არა უცნაური, ხო, სახში ვისთანაც ატარებს და შესაბამისად დედის ენას სწავლობენ. თან არ არსებული ენაზე ვლაპარაკობ, თან მაშინ წარმოიშვა პირველი ინდოევროპული ენა, ახლა რომ 3 მილიარდზე მეტნი არიან რა სოფლიოში, მაშინ წარმოიშვა პირველი ენა და შესაბამისად ვისგანაც წარმოიშვა, ანუ დიდი წილი ვისგანაც საბოლოო ჯამში გენეტიკის 80%-ს ატარებდა ეს პირველი ინდოევროპული ენა ქართულისას. დედების და მამების, უფრო დედების მხრიდან, დედების და მამების მხრიდან 80%-მდე გენეტიკას ატარებდა და ალაპარაკდა სხვა ენაზე. თავისთავად ეს სხვა ენა უცბად ვერ გაჩნდებოდა ვის წიაღში გაჩნდა იმისგან უნდა ესწავლათ, ხო, რაღაც სიტყვები. და შესაბამისად ქართულიდან უამრავი ფუძეა გასული ინდოევროპულ ენებში. მათ შორის იგივე ეს პუ ფუძეც, როგორც გითხარით, პუს აქვს ამ ქართულში ორი მნიშვნელობა, წმინდა მნიშვნელობაც აქვს, იმიტომ რომ პირია და ჭამდა, უარყოფითიც, იმიტომ რომ გაზებზე გადიხარ და იცლები. ამ შემთხვევაში ინდურში მოხდა მაგალითად როგორც წმინდა, პუ არის წმინდა განწმენდილი, საიდანაც ვარაუდობენ ჩვენთან პური შემოვიდა ვითომ და პირიქით მაგალითად მოხდა რეგიონ ინდოევროპულ ენებში როგორც ჩირქი მაგალითად გამოსადევნელი, ანუ უწმინდური ახალი. ბერძნულში მოხდა როგორც მარცვლეულის აღნიშნული, რადგანაც თავისთავად ხადია ჩვენთან პური მარცვლეული იყო პირიდან გამომდინარე და ბერძნულმა ეგ გადაიღო, რაც შეეხება ლათინურს, ლათინურმა ჩვენთან რო პური წმინდა იყო, ანუ პური არა, თქვათ, ძალიან ძველი, აი ვიტყვით მაგაზეც, არამედ დაახლოებით ისეთი ძველისა სიტყვა პური, რომ ინდოევროპულ ენაზე ძველია. ანუ პირველი ინდოევროპული ენა რაც იყო, იმაზე ძველია სიტყვა პური. მაგრამ უბრალოდ მანამდე იყენებდნენ სავარაუდოდ დის, ანუ დი სვანურად თქვით დედა, საერთო ქართულში დედა იყო და დი არ ქვია სვანურად პურს. ნუ თანამედროვე ქართული გაგებით თუ გაიგებთ, დედა არის, ეგრეთი განმარტება აქვს და ისე სვანურად არის დედები, ანუ ეგრე ქვია პურს, დედები სვანური გრამატიკით და ამას ეხმიანება. ანუ დედა მრავლობითი. ხო, ამას ეხმიანება. დედანი.
კი, ამ დედანი, ხო, ქართული განმარტებით, ხო. ამას ეხმიანება მაგალითად იგივე მესხური დოლის დახასიათება, როცა ჩაიწერეს მესხურ დოლზე თქვათ იქ ადგილობრივების დახასიათება, ძველი დახასიათებები, მათ თქვეს, რომ ყველაზე მთავარი ჯიშია, ყველაზე კარგი პური გამოსდის ამ მესხურ დოლს და ხორბლების დედა არის, ანუ იქაც ჩანს მესხურ დოლში, რომ დედა, ანუ ძველად რომ დედას ეძახდნენ, ასევე საყოველთაო ცნობილი დედას პური, ეგეც, ანუ ფაქტობრივად დედას პური და დი, ანუ დედა იგივე შინაარსი არის, ასევე თქვათ, იგივე ხმიადი, ანუ უსაფუარო პური დიზე ბოლოვდება, ჭადი მაგალითად იგივე ჭკადი მაგალითად მეგრულად და იგივე ჭკიდი თქვათ მეგრული ფეტვი ესენიც დიზე საოცარი მიგნებაა და ლოგიკაა, მადლობა, გენაცვალე. დიზე ბოლოვდება, ვარაუდობ, რომ ქადაც შესაძლებელია ქადი იყო და დროთა განმავლობაში მე ქადა გახდა. ანუ უძველეს ხანაში ანუ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ჩვენმა წინაპრებმა ეს ხორბლის აღმოჩენა და მისგან მე პურის დამზადება, რომ დედის ღვაწლს შეადარეს. ნუ პური იცით რომ არის უნივერსალური პროდუქტი, ბავშვზე არ ვიძახი რომ თქვა ბავშვს სრულფასოვნად გაზდის, მაგრამ გაზდილმა დიდმა ადამიანმა მთელი ცხოვრება რომ მარტო პური ჭამოს ჩვეულებრივია. კი, ყველაფერს შეიცავს. ყველა შეიძლება ითქვას რაც საჭიროა. პური ისა ხორბალი, კარტოფილი და ლობიო და ლობიო იმდენად არა, რამდენადაც პური და კარტოფილი. კი ბატონო, ამიტომაც შეადარეს დედის ღვაწლს და დაარქვეს დი, ანუ დედა. თუ ჩავთვლით რომ დუ, ანუ უდ ბოლოს არტი ქონდა, მაგალითად ზანდური, მაგალითად იგივე დუს შეიცავს, დიკა მაგალითად ხორბლის უძველესი ჯიში, ასევე დითი იწყება, მაგალითად იგივე ზანდურს სამეგრელოში ეძახდნენ დურუს, ესეა შემორჩენილი, დურუ ესე ერქვა და მაგარი ხორბალია ზანდური, ხო ვთქვით რომ ძველი ხორბლები ყველა მაგარი ხორბალი არის, სწრაფმცვივანი, მაგრამ კილიანი, ბუდე არ ძრება და დაცეხვას საჭიროებს და იგივე პიე ფუძეში, ანუ წინარე ინდოევროპულ ფუძეში დურუ მოხდა როგორც მაგალის ფუძე და როგორც დროში გამძლის ფუძე მოხდა და დღეს მსოფლიოში ლათინურიდან ქვია, მოგეხსენებათ სამეცნიერო კლასიფიკაციებში მცენარეებს, ცხოველებს სახელები და მაგარი ხორბალი, მაგარი ლათინურად არის დურუ, ანუ დურუმ ესე ქვია. ხო, სამეგრელოში რო ზანდურს ეძახიან, ანუ მაგარ ხორბალს ზანდურს, ერთ-ერთი უძველესია, მახადა ზანდური მსოფლიოში ყველაზე ძველი მოშინაურებული ხორბლებია და მაგარ ხორბალს ზანდურს რომ ეძახიან დურუ, ანუ დედა არის, ვფიქრობ, რომ ესეთი იყო უძველეს საერთო ქართულში, დურუ, ანუ დედა არის და ამას ეძახდნენ და საბოლოო ჯამში როგორც მაგარი, ისე გადავიდა დროში გამძლე მაგარი, გადავიდა საერთო ინდოევროპულ ენაში და მე ლათინურმა აიღო როგორც მაგარი, დურუმ და ქვია კიდევაც დღესდღეობით, ნუ მე-19 საუკუნიდან მართალია, მაგრამ მაგარს ეგრე ეძახდნენ ლათინები, რომაელები, დურუმ. და ესეთი უძველესი ხაზი აქვს და საბოლოო ჯამში როცა მოცულობით სისტემა ჩამოყალიბდა და ეს გრამობით სისტემა აღმოაჩინეს, გადაწყვიტეს რომ დაეკავშირებინათ წონით სისტემასთან, იმ ძველ ფეტვზე აგებულ წონით სისტემასთან, თვითონ პურუს თუ აიღებ, პურუ ერთმანეთს რომ მიუმატო რიგითობებით, არა, რიცხვმნიშვნელობებით არის ჯამში 980 პურუ, ანუ არის 80, უ 400, რ 100 და უ კიდევ 400 და იღებ ჯამში 980 და ესეთი რაღაცაა, შეწყვილებულ მინაში, ანუ ორმაგ მინაში, აი ეს საწყალო რო არის მეთქი გრაკლიანზე აღმოჩენილი, ეგეთ შეწყვილებულ მინაში 726 გრამია თანამედროვე წონით სისტემით და უძველეს ქართულ წონით სისტემაში 704-ს ნიშნავდა და ჭუ მარცვალი წერდა, ანუ ნამრავლში ჭუ არის 704 და უბრალოდ მეტი იყო გრამზე და შედარებით ნაკლები იყო გრამში თუ არის 726, იმ ფეტვის წონის სისტემაში არის 704, თორემ 704-იც არის სინამდვილეში 726, უბრალოდ ცალკე სხვა დათვლითი სისტემა აქვს და საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს რომ დაეკავშირებინათ ამ წონის სისტემისათვის და აიღეს ეს 726 გრამიანი ჭურჭელი, 726 გრამიანი ჭურჭელი და 726 გრამი ფქვილი
რა წონის პურსაც გამოაცხობს, დაახლოებით 726 გრამი ფქვილი აცხობს 950-დან 1050 გრამამდე პურს, თუ 1100 გრამამდე. თუ პური არის ფუმფულა, აი თქვა ფურნის და სისველეს მეცინარჩუნეს ძიმე გამოდის და პური თუ არის შედარებით გამომშრალი, აი თქვა თონის მაგალითად, უფრო მსუბუქი გამოდის და ეგ 980, ანუ პურუს ჯამი აიღეს და დაარქვეს ერთი შეწყვილებული 2 მინიდან 2 ქართული გებადან გება ფქვილიდან გამომცხვალ პურს წონაში 726 გრამით რო გამოაცხობ ეგ არის პური. ამას ეხმაურება შოთის წინა გადაცემაშიც ადრე თქვი ჩვენ ამაზეც. შოთ არის ქართულ ანბანურ მათემატიკაში ჩვეულებრივი რიცხვი, ანუ 979-ია შოთ და პურუ ხო არის 980 და არის ანუ 2 მინაში ჩაყრილი ფქვილისგან გამომცხარი პური, ხო? შოთ იგივეა, ანუ 980 გრამი და პური და 979. იგივენაირი ოღონდ უფრო ძველი სისტემიდან, აი იმ 704-იანი შეწყვილებული ორმაგი მინიდან აქვს სვანურს დახასიათება ჭურუ. ანუ ჭუ არის როგორც გითხარით 704, იგივე გრამობაში 726 და ჭურუ არის უსაფუარო პური სვანურში. ანუ სვალემს ეგ ცოდნა დაკარგული აქვს, რომ ჭუ 726 გრამია სინამდვილეში 704 ერთეული. მაგრამ რუ როგორც თქვით არის, რი, ანუ არის და ჭურუ ნიშნავს 704 არის. ანუ 726 გრამია ის 704 და აი ამ წონით გამომცხვალ პურს სვანურში ეძახიან, ოღონდ უსაფუაროს ეძახიან ჭურუ, როგორც ჩვენთან ხმიადი არის, მაგას დეგექვი ემათთან ჭურუ. ანუ ამ შემთხვევაში ჭურუც შოთ და ასევე პურუ თვითონ არის ერთ და იგივე წონი 726 გრამის ფქვილისაგან გამოცხარი დაახლოებით 980 გრამის წონის პური. ნუ შოთ პირდაპირ 979-ია. ანუ ეგეთი მათემატიკა არის. რაც შეეხება მეგრულ სიტყვას ქობალ, ხო? ნუ ამ შემთხვევაში ხორბალიwith ვითომ ხორბალს გავს და ენათმეცნიერები თვლიან, რომ ქობალი და ხორბალი ერთმანეთისგან განვითარდა. სინამდვილეში როგორც ქობ არი იყო, ანუ მათემატიკური მნიშვნელობა და ბოლოში არი დაუმატეს, ესე იყო ქობ არი. და ახლა რა არის? უყურეთ, ეს ხო არის 726 გრამი ფქვილისგან გამომცხარი პური და თუ 726 გრამიან ჭურჭელში ჩაყრი ფქვილს, ეწევა დაახლოებით 550 გრამი ფქვილი და აი იმ 550 გრამი ფქვილიდან რო გამოაცხობ პურს, ხო? ის პური გამოდის დაახლოებით 650-750 გრამი პური და თვითონ ქობ ქართულ ანბანურ მათემატიკაში ჩვეულებრივი რიცხვია 672. ანუ ეგრე 600 არის k, o არის 70 და b 2. ანუ ქობ თუ გინდა დაგეწერა ძველ ქართულად მათემატიკურად დაგეწერა 672, უნდა დაგეწერა ქობ. და ქობ არის 550 გრამი ფქვილისაგან გამომცხარი პური 672 გრამიანი. ენაცვალე, საოცარი მიგნებებია. მოდი ღვინო არ ვაწყეინოთ, ღვინოზეც კი, რო შეხედავ ვითომ სხვა რაღაცა არის, ხა სად თქვა დიარ, სად ქობ და სად პური და სად შოთი, მაგრამ საბოლოო ჯამში წინასწარ განზრახული მათემატიკებია, რომელიც ის დარჩა მეგრულში და ახლა ვითომ მეგრულია და წინამდვილეში ერთი ცოდნა იყო. რაც შეეხება ხო ღვინოს, არა, აი სანამ ღვინოზე დაიწყებ, კი ერთ რაღაცას ვიტყვი ჩემო ბატონებო, რომ გაბატონებულია ცრუ აზრი საქართველოში, მოსახლეობაში, რომ აი ჩვენ ბერძნებმა დაგვარქვეს გეორგია და გეორგია ნიშნავს მიწით ისა მიწათმოქმედ ადამიანს და ასე შემდეგ და ცხადია, ახლა მიწათმოქმედება უძველესი ტრადიცია არა მარტო ქართველებისათვის, მიწათმოქმედები ყველგან იყვნენ, ზემო ნილოსზეც იყვნენ და შუა ნილოსზეც, ყველგან. ჩვენ რომ მიწათმოქმედები ვიყავით, ჯერ ინდოევროპელები არ იყვნენ საერთოდ. არა, კი, გასაგებია, მაგრამ მანამდე, სანამ მიწათმოქმედებას დაიწყებდა ადამიანი, კარგად გამიგეთ რა. ალბათ ეხლა ღმერთი და ბუნება გვაძლევდა საკვებს. მანამდე სუპირველი ადამიანები, მე ღრმად მწამს რა. სუპირველი ადამიანები, აი ადამის ოჯახი, ადამის შვილები, ადამის შვილიშვილები, იყვნენ ვარსკვლავთ მრიცხველები. იყვნენ მოაზროვნეები, იყვნენ საოცრად კაენი იმის მიუხედავად, რომ განდევნილია და მიწისპირისაგან დაწყევლილია, არის დიდი მშენებელი, ურბანისტი. არის ძალიან მოაზროვნე მოდგმა და ღმერთთან მოსაუბრეები არიან და ისინი ვარსკვლავთ მრიცხველები არიან, არიან ასტრონომები, არიან მათემატიკოსები.
აი მაშინ იბადება მათემატიკაც და მაშინ იბადება ანბანიც. მე ღრმად მწამს. მე რა თქმა უნდა ეს ეპოქების განმავლობაში დაიხვეწა და ჩვენ გვაქვს კიდევაც სახეზე როგორი არის ჩვენი ანბანი, როგორ დაიხვეწა იგი, როგორი ლამაზია დღევანდელი მრგოლოვანი ანბანი, როგორ განიცდის აი ამ დახვეწას გასული რაც ჩანს ხილულად რაც ჩანს აი დავათის სტელადან დღემდე 15 საუკუნე 16 საუკუნე ზოგიერთი 20 საუკუნეს ხო ამ იმაზე ანალოგიურად იხვეწებოდა აი დაიხვეწა ანბანიც და მათემატიკაც და პირველივე ადამიანები იყვნენ მათემატიკოსები და მოაზროვნეები და სწავლულები და ასტრონომები და ბუნებათმცოდნეები და მეტალურგები და ასე შემდეგ. იბადა სოფლის მეურნეობაც ვარსკვლავით ცხოვრების გარეშე ხო არ გამოდის. ანუ ცას უნდა დააკვირდენ თვარე როგორი არის და იქიდან არის მე ჩამოტანილი, კარგად გამიგეთ აი ეს შესაბამისად რიცხვითი მნიშვნელობები საოცარი აღმოჩენაა და მიგვიყვანს საოცრებამდე. ძალიან დიდი მადლობა. ღვინოზე ვისაუბროთ ეხლა. ღვინო ხო ჩვენ გვაბედნიერებს. იბადან ხო ეს ყველაფერი მათემატიკა არის. მე ხა ამას არ ვიგონებ და რაღაცა ჩვენ მეც კალკულატორზე ვანგარიშობ ხოლმე, მაგდენი მათემატიკა არ ვიცი და შეუძლებლობა რომ კარგად გამიგეთ, ვინცაც ეხლა ალბათობის თეორიაში ჩაუხედავს რა, მან უნდა გამორიცხოს აი ეს შემთხვევითობა, რომ აი ამ საოცარ აღმოჩენებს აკეთებს ბატონი ელიზბარი, საჩინო გრაკლიანი. დიდი მადლობა. გაგახაროს ღმერთი. მე შეუძლებელი ხელოვნური ინტელექტს ვეკითხები ხოლმე, ეგეთ რა თქვა, ამდენი გრამის ფქვილისაგან რამდენი გამოწყუბროთ, მე კიდე გადავამოწებ ხოლმე სხვა ხელოვნურ ინტელექტში, რომ ანუ პირდაპირ მოვძებნი წყაროს, თქვა, ამდენ მოცულობაში რამდენი ფქვილი ეტევა და ჩაოლო გადამოწმებადია, ნებისმიერმა შეუძლია ეგ გადაამოწმოს ჩაწეროს და ნახოს, რომ ეგ თქვა, ქობალ მაგ მოცულობაში ეტევა, თქვა 657-750-ში, თქვა ის შოთ რომ ანუ 26 გრამდე მართლა მაგდენი პური გამოცხება საშუალოდ და შოთის პური რომ უფრო გამოფიჩინებული რომ გამომშრალია, ცხადია ვიდრე ფურნის პური, ხო? ამიტომაც ჭირდებოდათ ეგ მოცულობები, იგივე ვაჭრობაში იგივე თქვათ მოსავლის აწონებს ხო არ და მაგ ხელასასწორები ხო არ იყო რა ზუსტად აეწონათ. ამიტომაც ეგრე გადაწყვით უფრო ადვილია შენი მოსავლის გარკვეული წონის დაანგარიშება და ესე ჭურჭელს ქმნიდნენ. ეგ მომავლის თემაა. დარწმუნებული ვარ რომ ის ჭურჭლებიც როცა მივა აქამდე ჩვენი მეცნიერება და აი ამ ჩემ წონის სისტემას აღიარებს და მე დაიწყებს ჩემი რა ნუ ქართული წონის სისტემას და მე დაიწყებს იმ აღმოჩენილი ქოთნების და ის ყველა ჩაჯდება ქართული წონის სისტემაში. ანუ მიზან მიმართულად იყო გარკვეული წონებად აწყობილი, რომ ისე შექმნილიყო. აი იგივე მაგალითად სიტყვაზე დოლის პურზე სახელზე იყო ლაპარაკი, რატო ერქვა დოლის პური და ვითომ ის ძველი თქვათ მესხები და როცა ჩაიწერეს ეგ დოლის პურზე, ისინი ამბობდნენ რომ ბევრს ისხავს, ანუ მოსავალი ბევრი აქვსო და დოლიო საწყაო იყო დოლიო და ერთ კოდს უდრიდაო და ბევრი დოლი რომ მოდიოდო, ბევრი კოდი რომ მოდიოდო, ხო, მაგიტომ დაარქვეს დოლის პურიო. კოდი სინამდვილეში საუკუნეების მანძილზე საქართველოში იზრდებოდა და თანდათანობით უფრო მძიმე ხდებოდა ხოლმე, ანუ აზრდიდნენ რომ გადასახადი გაეზარდათ, მაგრამ თვითონ კოდი არის ჩვეულებრივი ორმაგი მინა, ნამრავლში კოდი ერთმანეთზე რომ გავარ 704 არის. ანუ გარკვეული მიზნობრიობა ქონდა, როცა შექმნეს 1000 წლის წინ ეს სიტყვა კოდი, მაგიტო შექმნეს რომ ორი მინა აესახა ორმაგი მინა 704. შესაბამისად დოლი არ ჯდება წონის სისტემაში და ჯდება უნდა იყოს დულ. ანუ დული რომ ყოფილიყო, დულ არის სამმაგი მინა. ანუ 726 გრამი თუ არის კოდი, ხო, 700 ანუ 1056 გრამი არის დულ. ანუ ამ შემთხვევაშიც გარკვეული ნამდვილად იყო ეგ წონის სისტემაში ეგეთი 3 მინიანი საწყაო. ანუ 3 მინიანი საწყაო კიდევ კარგი იმიტომ არის, რომ 60 მინაა სულ ტალანტში და 3-ზეც კარგად იყოფა და მე-20-დია ტალანტისა ეს დულ და აქედან მე დაარქვეს გენაწვალეს შენა. ჩემო მეგობრებო, ჩემო ბატონებო, წეღან ხო შემოგთავაზეთ, რომ აი მაგალითისათვის რაღაც დონეზე მეცნიერთა წრეს და სწავლულთა წრეს და პედაგოგთა წრეს შევთავაზე, რომ მიგვიწვიეთ აი ბატონი ელიზბარი წამოვა და მეც წამოვყვები, სიხარულით წამოვყვები, რომ დავესწრო იმ
ლექციას, ახსნას, განმარტებას და თუ თქვენ გინდათ რომ აი ეს ანგარიში გასწავლოთ, ეს კიდე მეორე ვარიანტია. ახლა მე ვიჩენ ინიციატივას რომ ბატონი ელიზბარი გასწავლით როგორ უნდა იანგარიშოთ, ხო, როგორ უნდა დაითვალოთ და უანგაროთ. ეს არის ძალიან საოცარი სფერო, კარგად გამიგეთ, სიძველეების პოვნისაც. ეს ერთი, ეს მეორე და კარგად გამიგეთ, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იცინიან, კვდებიან სიცილით. ეხლა არამც თუ ამ თემაზე, არამედ მე ცხადია ვერ ვიტყვი ეხლა იმ აკადემიკოსის სახელს და გვარს, მაგრამ აი კი არ ცინა, იხარხარა, როდესაც ვახსენეთ სემიქამი და იაფეტი, ბიბლიური ადამიანები და მე 15 წუთში, 20 წუთში ეკლესიაში შევა და სანთელს დაანთებს, გამიგეთ? ანუ დასცინა ძველ აღთქმას. აი პირდაპირ ვამბობ, დასცინა ძველ აღთქმას რა. ეხლა დაახლოებით 1-5-6 წუთი ჩემო ვიფასო მეგობარო და დანარჩენი რაზედაც შენ შეგიძლია ისაუბრო 10 საათის შემდეგ გადაცემაში ვისაუბრო. კი ბატონო, ანუ არა მარტო ჭურჭელი, არამედ ზოდებიც იგივე საქართველოში არის აღმოჩენილი ბრინჯაოს სპილენძის ზოდები, უძველესი დროინდელი შემორჩენილი, როცა ასხავდნენ ხოლმე ხელოსნები და იმარაგებდნენ ხოლმე და ჩვენ როცა იმ ზოდების აწონის დროც მოვა, ჩვეულებრივ ის ზოდებიც აუცილებლად იქნება იმ ქართული წონის სისტემაში. ანუ სისტემა არსებობს, მათემატიკა და აუცილებლად არსებობს. ანუ ჩვეულებრივი მათემატიკა, რომელსაც ვერსად ვერ გაიქცევი, ყველა ეგეთი წონითი ტერმინი რაც არის, ყველა ჯდება მაგ სისტემაში. იგივე კაბიჭი მაგალითად, კაბიჭის თუ ჩაწერ ჩვეულებრივ 7-4-ია ეგეც ნამრავლში კაბიჭი და რაც უკავშირდება მაგას ყველა. ხო, რატო ღვინოს რაც შეეხება? ხო, ღვინოს სამნაირი სახელია შემორჩენილი. ღვინოს დღევანდელი ქართველები ეძახიან, ანუ დღევანდელი საქართველო, ღვინის ეძახიან მეგრელები და ლაზები და ღვინალს ეძახიან სვანები. და როგორი ისა ღვინის ჩვეულებრივ არის ესეც მათემატიკური მაგალითია და რა ის წინაშე დადგენ ხა. ანუ გქონდა ჩვენ წინაპრებს ორი წონით სისტემა. ერთი ფეტვის მარცვალზე დაფუძნებული, რომელიც იყო 21000 ერთეული, მისი ტალანტი, ანუ სინამდვილეში 21000 ერთეული იყო 21780 გრამი, მაგრამ ესე ერქვა 21120 იყო. და ეს იყო 21780, მაგრამ ესეთი მრგვალი ერთეული და საანგარიშებლად თქვათ ვაჭრობაში და რაღაცა ეგეთი არ აქონდათ, ეგეთი მრგვალი და სავარაუდოდ ეძებდნენ ნივთიერებას, რომელიც აი ამ ქართული წონით სისტემის საწყავებს, ანუ ტალანტს, ან თქვათ იგივე მინას გადაიყვანდა რაღაც მრგვალ რიცხვში და ასეთად აღმოაჩინეს ღვინო. ნუ ღვინო აღმოჩენა არ უნდა, ისედაც უძველესი აღმოჩენა, 80 საუკუნის უწყვეტი ტრადიცია და სოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია, ქვევში ღვინის დაყენება და 2013 წელს იუნესკომ ესეც სოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. ანუ ვფიქრობ, რომ ეს სწორი რა, მათემატიკური მაგალითი როცა მოიგონეს, ეგ იყო ღვინი. ანუ ბრუნვის ნიშანია და ანუ ღვინი. ისე ვარაუდობენ რომ ღვინო წარმოსდგა ღვივილისაგან, დუღილისაგან, რომ დუღს ღვივის, ესე და თვითონ ღვინი რატოა ახლა მნიშვნელოვანი ეს სახელი? იმიტომ რომ 21000 იძლევა ნამრავლში. ანუ ეს ქართული წონით სისტემა ფეტვზე ხო არის 21120 თითქმის, ხო? გრამზე ხო არის 21780 და ეს ღვინი ნამრავლში არის 21000. და რა მნიშვნელობა ქონდა, ხანუ 21 კილოს აწონიდი მარტივად. და სინამდვილეში ღვინის კუთრი წონა არის წყლის კუთრი წონაზე ცოტა, დაახლოებით 975-დან 995 ლიტრამდე ეტევა 1 ტონაში. ანუ წყალი ხო ეტევა 1000 ლიტრა და ღვინო ეტევა 900. უფრო მსუბუქია, ხო. ღვინოს კატეგორიები აქვს, მაგალითად არის მშრალი, მშრალი ტკბილი და ნახევრად ტკბილი და ტკბილი. მასში არის ხო შაქრის შემცველობის გამო ეგრე თუ მეტი შაქარი აქვს ტკბილია, თუ შედარებით ნაკლები ნახევრად ტკბილი, თუ ცოტა შაქარი აქვს ისე რომ გემო არ ემჩნევა, მაგრამ აქვს მაგას ქვია ნახევრად შაქარი და თუ საერთოდ არ ემჩნევა, არა აქვს შაქარი, ანუ თქვა მძიმე, ოღონდ ტანინები აქვს და იხმეინება. კი, ქვევრის ღვინო, მაგას ქვია მშრალი ღვინო. ანუ შაქარი ამძიმებს ღვინოზე, რაც უფრო მეტი შაქარი აქვს, იმას აქვს აი ეს წყალთან მიახლოებული წონა და რასაც შაქარი არ აქვს, იმას აქვს უფრო მსუბუქი. და
მეტი ალკოჰოლი აქვს. რადგანაც ჩვენი წინაპრები აყენებდნენ ხოლმე ამ ღვინოს ტრადიციულად ქვევრში, ქვევრი განზრახარი შექმნილი ეგეთი ჭურჭელი წვეთში უნდა დაილექოს ლექი, იქ ჩავიდეს ლექი, წიფწა და ლექი, მერე ღვინის თქვათ 2 მეტრიანი ქვევრი, ხო? დაბლად წვეთში დაილექება ლექი და წიფწა, მერე დადგება უალკოჰოლო მძიმე ღვინო და ვფიქრობ, რომ თავიდან ამ უალკოჰოლო მძიმე ღვინოს იყენებდნენ ხოლმე, ქვევრის ძირის ღვინოს იყენებდნენ ხოლმე, რომ ჩაესხათ 21780 გრამის ჭურჭელში და წონაში მისცემდა 21120. ანუ დაახლოებით ეგრე გადაყავს მაგ ძიმე ღვინოს. და მერე შუაში დგას ჩვეულებრივი ღვინო, ანუ საშუალო გრადუსისა და საშუალო სიმძიმისა და სულ ზევით ამოდის ხოლმე ქვევში ყველაზე გრადუსიანი ღვინო, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კლასიფიკაციაში არ ჯდება, რადგანაც 975-ს რომ ამბობენ, ეს არის ჩვეულებრივი ღვინო, 975 გრამიანი და ქვევრის როგორც წესი, როცა ქვევრის პატრონი ჩამოსხმას აპირებს ან ამოღებას აპირებს, არასოდეს არ ამოიღებს ზევიდან, ანუ ორში მოსჩაყობს სიღრმეში და შუიდან ამოიღებს, რომ გრადუსი გაათანაბროს. თუ ზევიდან მოხადე ღვინო და გრადუსი ამოიღე, დაბლად აღრჩება უგრადუსო ღვინო, მე რაც დაგრჩება, ამიტომაც შუიდან იღებენ ხოლმე. წამოწოლილების ვსვამენ ხოლმე ესე რა, ხანდახან წვანან 4 საათი, 5 საათი, 10 საათი წყობილა თურმე და წვანან და ესე ზემოდან ვსვამენ, გამიგე და უფრო ბედნიერები არიან. ეხლა უნდა შეგაწყვეტინო საუბარი რა, იქ თქვი ის თქვა გინდა და თავისუფლელი მყავდა, ყაველს აკლებდა ხოლმე ქვევრის, ეს დაეწაფებოდა ხოლმე და დალებდა ხოლმე. ხო, შესაბამისად, ანუ ღვინო არის 21 კილოიანი საწონი და აი ამ ქვევრის თავი. ეს ორი რამე რა ვთქვით, ეგეც მეცნიერულია რა, ერთი რომ ყაველს აკლებდა და მე კიდე აი წამოწოლა რო იცოდნენ ხოლმე, ეგეც საგულისხმო მომენტია რა. ჩემო მეგობარო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და მაქვს ბედნიერება, რომ ალბათ თვეში ერთხელ მაინც მოვიდეს ხოლმე ჩემს გადაცემაში და ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ, შეიძლება ითქვას, ვამაყობ ამ ადამიანთან ნათესაობით, ძმაკაცობით, თანაზიარობით და ასე შემდეგ. მინდა რომ წარმოგიდგინოთ ერთი წიგნი, უბრალოდ ერთადერთი წიგნი და მადლობა მოუხადო. არ მე ახლა ეს რეკლამა არ არის, არამედ მადლობაა რა, მისი გამომცემლისადმი და ავტორისადმი რა. საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მეფობის გაუქმებამდე. ძლივს არ უნახე ისტორიის წიგნი, სადაც არ არის ნახსენები ცარცული პერიოდი და არქეოპტერიქსი და ინფუზორიები და ჟეჟვა და მზია. აი ძლივს არ უნახე და იწყება ადამიდან და იწყება წარღუნიდან და იწყება ბაბილონის გოდოლიდან და ძალიან დიდი მადლობა ავტორ შემდგენელი ყოფილა თამარ შაკიაშვილი. ღმერთმა გააძლიეროს ეს ღვთისმოსავი სწავლული ადამიანი და დალოცვას ავთხოვ ამ წიგნის გამოსვლაზე ლოცვა კურთხევა გაუწია ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს დიდ გონებას, დიდ სწავლულს, დიდ მოღვაწეს, დიდ საეკლესიო პირს და მე მინდა იმის მიუხედავად რომ ეხლა მე ამისი უფლება არ მაქვს რომ გადაცემაში გავაკეთო რაიმეს რეკლამა, მინდა მოგუწოდოთ რომ წაიკითხეთ. ძალიან ოპტიმალური ვარიანტია. მე ეხლა რაღაც პატარა შესწორებებს კი შევიტან ამ წიგნში, რაც შეეხება პირველი 1000 წლეულის გეოგრაფიას, პირველი 1000 წლეულის ისტორიულ გეოგრაფიას, თორე დანარჩენი ისე კარგად არის ყველაფერი დალაგებული, ისე აკადემიურად, ისე ლამაზად, ისე ქრისტიანულად, ისე ქართულად, რომ თქვენი მოწონებული, თქვენი გახარებული, ასე რომ აი ესეთი წიგნებიც არსებობს რა, რომელიც მაიმუნიდან არ იწყება რა. თქვენ შემოგელოთ ჩემი თავი. ძალიან დიდი მადლობა, ელიზა. ძალიან დიდი მადლობა და კიდე ერთხელ გეუბნევით, დიდი სიხარულით გეწევით აუდიტორიაში, აკადემიურ გარემოში და ვისაუბრებთ რა და სირცხვილი იმას, ვისაც ესეთი სფეროები არ აინტერესებს და ხელეწიფება. 2 კათედრა აქვს, 3 ფაკულტეტი აქვს, 150 კაბინეტი აქვს, 50 აუდიტორია აქვს და იქ არ არის ესეთ სიძველეებზე საუბარი და ესეთ ფასეულებებზე, ესეთ აღმოჩენებზე რა. კეთს ვიხრი, ღმერთმა გაგაძლიეროთ ჩემო მეგობრებო. დიდი მადლობა. თქვენც მადლობა. დიდი მადლობა.